ავტორიტეტი უნდა იყოს სპორტში. ეს აი კარების უკან რაღაც ისინი როა. იქ ორი უნდა გაშენებდეს. სხვადასხვა ფორმები რომ არ შეიძლება ეს კიდე ჩამოვიდა ეს არის ალბათ ვერ ჩაატარე? პირველობას ვერ ჩაატარე? ხელმით ვერ ჩაატარე? ხელმით ტრადიციულად. ესეთ გონებად. ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელობის და რეგიონის ხელმძღვანელობის შორის. შევხვდით გამგებლებს, მოусმინეთ მათ სათქმელს, მათ ხედვებს. ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი მოვხაზეთ და ვფიქრობთ ამ პროექტებზე უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყოთ კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას, რომ განხორციელდეს ეს პროექტები. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს სამეგრელოს რეგიონს. ისტორიულადაც ცნობილია თავის შედეგებით და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს ნაკრებში და ესეც იქნება და გაგრძელდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ობიექტს, ვფიქრობ საფეხბურთო კუთხით, რომ ფეხბურთი განვითარდეს ჩვენი კლუბებისთვის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობაა და დარწმუნებული ვარ, თუ აქ სათანადო ინვესტიციები განხორციელდა, არა მარტო ქართული კლუბები, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოგზავნდებიან, არის საუკეთესო კლიმატური პირობები, განლაგებაც საუკეთესოა, ასე რომ ის რომ ჩვენი კლუბები დადიან შეკრებებზე უცხოეთში, ალბათ უახლოეს პერიოდში ძალიან კარგი ალტერნატივა თვითონ საქართველოშიც იქნება და ამ მიმართულებით სახელმწიფოც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ნიშანდობლივია ის, რომ ახალი მინისტრი, რომელიც ორი თვე არას დაენიშნა, სასიამოვნო იყო ის, რომ აბსოლუტურად ის პრობლემატიკა, რომელიც სამეგრელოს ზემოსვანეთში დგას, შესწავლილი აქვს სრულად. მას ინტერესი ჰქონდა ჩამოსვლის მიზანი ის იყო, რომ თვითონ თავისი თვალით ენახა რა ხდება, რა პერსპექტივა აქვს რეგიონს, რომელი ბაზებია, რომლებიც შესაძლებელია, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, ასევე სამომავლო გეგმები, ახალი სპორტული ბაზების აშენების და რეგიონის ამ კუთხით მხარდაჭერა. სპორტის მინისტრი ასევე საჩუქრებით ჩამოვიდა განუხურის სკოლას, თქვენ კარგად იცით, ეს არის სკოლა, რომელიც ესაზღვრება ეგრეთ წოდებულ ოკუპირებულ ტერიტორიას, იქიდან გადმოდიან ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ამ სკოლაში და გადასცეს ინვენტარი, სპორტული ინვენტარი გადასცეს და მინისტრმა აღუთქვა ასევე ყველა სხვა სკოლებს და იმებს, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლას დაეხმარება ამ კუთხით. ეს სამით ჩვენ განებივრებული არა ვართ, მაგრამ დღეს ბედნიერები იმითაც, რომ ბატონი მინისტრი ჩამომზადდა და ამით დაგვაჯილდოვა. იცით ეს რაღაცა აღმაფრენას ზავით არის ჩემთვის ბატონო და ჩვენ პირობად ვდებ ბატონო მინისტრო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. იზოლებით გადაადგილებული ბავშვების სასარგებლო, ჩვენი ბავშვების სასარგებლო, ძალიან ბევრ სპორტსმენს გავზით ბატონო და ძალიან შეგვიწყო სპორტულ მოძრაობაში ეს. დიდი მადლობა.